მოგესალმებით. დღეს ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები ჩანს ყველაფერში, რასაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა აკეთებს. ეს ეხება არა მხოლოდ ევროკავშირის შიდა პოლიტიკას, წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას თუ იმ ხედვებს, რომელსაც ევროკავშირი ამკვიდრებს, არამედ ყველაფერს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ევროკავშირისა და დასავლეთის ორმაგი სტანდარტები ძალიან კარგად ჩანდა და ჩანს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. მანამ სანამ ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის სერიები პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებში შედიოდა, დემოკრატიის სტანდარტების დასვისა და ადამიანის უფლებების უზენაესობაზე იყო გაუთავებელი საუბარი. შემდეგ კი, თუ ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა, მაშინ დემოკრატია და მაღალი სტანდარტების მოთხოვნებიც უკვე პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცვლებოდა. ამ მხრივ არც სირია და იქ არსებული ვითარება არის გამონაკლისი. მარტის დასაწყისში ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა სირიაში. რამდენიმე დღიანი დაპირისპირება ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერ მშვიდობიან მოსახლეობასა და ახალი ხელისუფლების სამხედრო რაზმებს შორის. ამ დაპირისპირებას უკიდურესად სისხლიანი და სასტიკი სახე ჰქონდა. შესაბამისად, ამ კადრებს ახლა ეთერში აღარ ვაჩვენებთ, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ახალი ხელისუფლების სამხედრო რაზმებმა ის სისასტიკე გაგვახსენეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან გვახსოვს. ხოცავდნენ ქალებს, ბავშვებს, ქრისტიანებს, რეიდები ხორციელდებოდა ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში. ეს იყო გაუგონარი სისასტიკე და შურისძიება მოქმედი ხელისუფლებისგან წინა ხელისუფლების მხარდამჭერების მიმართ. ბედის ირონიით, როდესაც გასული წლის დეკემბერში ასადმა სირია დატოვა და შესაბამისად ხელისუფლებაც შეიცვალა, ახლანდელი მმართველის აჰმედ ალ-შარაას შესახებ ისეთი განცხადებები კეთდებოდა დასავლეთში, ეგონებოდა ის საოცარ დემოკრატიას დაამყარებდა ისლამურ სირიაში ადამიანის უფლებების დაცვის ყველა ევროპული სტანდარტით. ასადის მიერ სირიის დატოვება ევროკავშირში რუსეთის დამარცხებად გაიგეს. ამიტომაც ძალიან მალე სირიაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩავიდნენ. სხვათა შორის ევროკავშირისა და ამ შემთხვევაში გერმანიის პოლიტიკური და დიპლომატიური დონე ძალიან დაბალ დონეზე რომ არის, აქაც გამოჩნდა. ანალენა ბერბოკის ვიზუალი, ჩაცმის სტილი და ქცევა სრულიად არ შეეფერებოდა ვითარებას. ამას ისიც დაემატა, რომ ახალმა მმართველმა ბერბოკს ხელიც არ ჩამოართვა. გასაგებია, რომ მიზეზი ისლამური პრაქტიკაა, მაგრამ აქაც გამოჩნდა, რომ სირიის ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესი ნამდვილად არ იქნებოდა. ცოტა ხანში ამ დიდი ვიზიტიდან და იმაზე ლაპარაკიდან, რომ ასადი თურმე განდევნეს სირიიდან და გაიმარჯვეს, ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რასაც აკეთებს ტერორისტული რეჟიმი. სხვათა შორის ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ აჰმედ ალ-შარა წლების განმავლობაში ტერორისტი იყო ფსევდონიმით აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი. და მიუხედავად იმისა, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, განცხადებები და ზეწოლა ალ-შარაას ხელისუფლებაზე პრაქტიკულად არ ყოფილა. ევროკავშირმა განცხადებაც გააკეთა, სადაც შუალედური პოზიცია დაიჭირა. ამბობდნენ, რომ არსებული ინფორმაციით ასადის მხარდამჭერებს დაუწყიათ თავდასხმები და ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ასე მარტივად შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. როგორც კი აღმოჩნდა, რომ არსებული რეჟიმი მათთვის მისაღებია, ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. მეტიც, იმ სასაკლაოს შემდეგ, რაც ალ-შარაას რაზმებმა გამართეს, ბერბოკი კიდევ ერთხელ ჩავიდა სირიაში და საზეიმო ვითარებაში განაცხადეს, რომ გერმანია 13 წლის შემდეგ საელჩოს გახსნიდა სირიაში და ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენდა. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკაში – თანმიმდევრულობა. ყველა ქვეყანა თავის პოლიტიკაში თანმიმდევრული უნდა იყოს. თუ კი ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, ასე ყველგან დემოკრატიული სტანდარტები დაეცვა და ადამიანის უფლებებზე ესაუბრა, მაშინ ეს სტანდარტი ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს. მეორე საკითხია ის, რომ ასეთი ვალდებულების აღება ევროკავშირისთვის ძალიან დიდი შეცდომა იყო. არ შეიძლება ევროპული მიდგომებით ვალდებულებებს უყენებდე ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ისლამურ ქვეყნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც რეჟიმი არის მიუღებელი და გავლენის სფეროსთვის ბრძოლა არის მნიშვნელოვანი. გასაგებია, რომ ამ თამაში, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ევროკავშირი შტატების პოზიციას იჭერდა და იმეორებდა, მაგრამ დრო და ვითარება აჩვენებს, რომ ასეთი ქმედებები შეცდომა იყო. ამ შეცდომის გამო კი დღეს ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა კომიკურად გამოიყურება. რასაც ასადსა და მის ხელისუფლებას უწუნებდნენ, იმას ახლა თუ მეტი სისასტიკით არა, არც ნაკლებით, მაგრამ მოქმედი ხელისუფლებაც აკეთებს. და თუ ასადი არალეგიტიმური იყო საკუთარ მოსახლეობასთან გატარებული პოლიტიკის გამო,
ალ-შარაა რატომ არის ლეგიტიმური და რატომ ენიჭება ასეთი ლეგიტიმაცია ევროკავშირის ლიდერების მხრიდან? იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი არსებობს. და ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირი სირიას 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სირიელებს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. იქნება ეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ საზღვარგარეთაა, თუ მათთვის, ვინც დაბრუნებას გადაწყვეტს. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ზრდის თავის დახმარებას სირიელებისთვის, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. ევროკავშირის ინტერესებზე სირიასა და მათი ორმაგი სტანდარტების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში სირიაში დატრიალებულმა სასაკლაომ და მოსახლეობის მასობრივმა ხოცვა-ჟლეტის კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. სატელევიზიო რეგლამენტის გათვალისწინებით და ასევე ინტერნეტ სივრცის ელემენტარული ეთიკური ნორმების გამო იმ უსასტიკესი კადრების სრულად განთავსებას მოვერიდებით, რა საზარელი დანაშაულით სირიის მასშტაბით დატრიალდა. სირიის ახალმა ხელისუფლებამ სიველურის დანაშაულებრივი აქტი ჩაიდინა და 1300-ზე მეტი ადამიანი საჯაროდ დაამცირა, აწამა და მოკლა 3 დღის განმავლობაში. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ალავიტები იყვნენ, იმ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რასაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიეკუთვნებოდა. დეჰუმანიზაციის და წამების კადრებს ხელისუფლებაში მყოფი რადიკალი ისლამისტები თვითონ ავრცელებდნენ, ხოლო შემდეგ სირიის ახალმა ლიდერმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა მითითება მისცა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები აღარ გადაეღოთ. ფრანგულმა ფრანს 24-მა ასე დაასათაურა სირიული სასაკლაო. სირიულ პროვინცია ლატაკიას ალავიტების ხოცვა-ჟლეტით თავზარი ეცა. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ტელევიზია CNN კი აღშფოთდა. ეთნიკური წმენდა. ვიდეო როლიკებზე ასახულია, როგორ ტკბებიან პროსახელისუფლებო ძალები სირიაში უმცირესობების მასობრივი გაჟლეტით სირიის სანაპირო ქალაქში. ალავიტებთან ერთად დევნიან და ავიწროვებენ სირიაში მცხოვრებ ქრისტიანებს. ისინი იძულებულები არიან თავისი საცხოვრებელი დატოვონ და გაიქცნენ, რადგანაც ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როგორც Syrian Observer იტყობინება, ქვეყანაში ქრისტიანების რაოდენობა ძალიან შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 300,000 ადამიანს შეადგენს. ალლაჰუ აკბარ, შარ ლაჰ სინიუ ჯამაა. ალლაჰუ აკბარ. აირას ამბობს რადიკალი ისლამისტების სასაკლაოს გამოქცეული რიგითი სირიელი. ჩვენ იძულებით გადავცხოვრდით. მათ დახოცეს ხალხი და სანაგვე პარკებში ჩაალაგეს. დახოცილი ხალხი იქვე დამარხეს. ისიც არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ხალხს. თუ თავიდან სირიის ახალი რადიკალი ისლამისტების მთავრობა ალავიტურ უმცირესობას დევნიდა ასადის ფაქტორის გამო, შემდეგ მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი სირიის ქრისტიანი მოსახლეობაც გახდა. ამ გარემოებას დასავლური მეინსტრიმული მედია საერთოდ არ უთმობს ყურადღებას. ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა ეს ფაქტი, რომ სირიაში ქრისტიანების დაცვის გარანტი ბაშარ ასადი იყო. მას შემდეგ, რაც იქ ძალაუფლებად რადიკალებმა ჩაიგდეს ხელში, ალავიტებთან ერთად ქრისტიანების მდგომარეობაც საგანგაშო გახდა. 10 წლეულების განმავლობაში ბაშარ ასადი იცავდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს სირიაში, მათ შორის მრავალრიცხოვან ქრისტიანულ მოსახლეობას. ამერიკაში არავის არ ჰქონდა ამის აღნიშვნის უფლება. ვინც ამას აკეთებდა, ნეოკონების მიერ მომენტალურად სახიფათო ექსტრემისტად ცხადდებოდა. რაც უფრო სუსტდებოდა ასადი, მით უფრო მეტი ქრისტიანი კვდებოდა. ახლა, როდესაც ასადი ხელისუფლებას ჩამოშორდა, სირიაში დარჩენილი ბევრი ქრისტიანი ჩახოცილი იქნა, ხოლო მათი წმინდა ადგილები შეიბილწა. ტაკერ კარლსონი ზუსტია შეფასებაში, რადგანაც სირიაში გლობალური დიპსტეიტის მიერ დაფინანსებული ქაოსის შემდეგ, იქ დაწყებული არაბული გაზაფხულის შემდეგ, 2011 წლიდან დღემდე ქრისტიანების რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა, 1,500,000-დან 300,000-მდე. სიკვდილს გამოქცეულმა ალავიტებმა, ქრისტიანებმა და კიდევ ერთი უმცირესობის დრუზების წარმომადგენლებმა თავი ხმეიმის რუსულ სამხედრო ავიაბაზას შეაფარეს. რამდენიმე ასეულმა ბავშვმა, ქალმა და მოხუცმა ლატაკიაში მდებარე რუსულ ავიაბაზაზე იპოვა დროებითი თავშესაფარი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია. დღევანდელი მდგომარეობით სირიაში ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა ჩაგვრის და დევნის ობიექტია. ამას კი მწვანე შუქი მისმა ახალმა ლიდერმა აუნთო. აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა განაცხადა, რომ სუნიტების გარდა ყველა ურწმუნოები არიან, რაც შიიტებზე, ალავიტებზე, ქრისტიანებზე და სხვა კონფესიის წარმომადგენლებზე ნადირ
დაპირობის გამოცხადებას ჰგავდა. მასობრივმა წამებამ და ადამიანების ხოცვამ სირიელი მოქალაქეების გაბრაზება და პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ბევრ მათგანს წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც ბოლო არ უჩანს, უბრალოდ ხელში ამოუვიდა. სირიის დედაქალაქ დამასკოში მოქალაქეები საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოვიდნენ, რასაც რადიკალი ფუნდამენტალისტების მიერ მათი დაშლა და ტყვიების როლა მოყვა. ბევრ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა, კი მაგრამ სადაა ამ დროს ევროკავშირი, რომელმაც ლეგიტიმაცია მიანიჭა სირიის ახალ მთავრობას და ასადის დამარცხებისთვის ყველაფერი გააკეთა. მათთვის ჩვეული აღშფოთება თუ მაინც დააფიქსირეს ევროჩინოვნიკებმა იმის შემხედვარე, რაც სირიაში ხდებოდა. სამწუხაროდ ევროკავშირმა მორალურად გაბანკროტებული პოზიცია დაიკავა და ის ხალხი დაგმო, ვინც ქუჩაში უსასტიკესად დახვრიტეს ერთმანეთის მიყოლებით და მათ ასადის ძალები უწოდა. ევროკავშირი დაბეჯითებით გმობს ბოლოდროინდელ შეტევებს, რაც სავარაუდოდ ასადის ძალების მიერ იქნა განხორციელებული დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებზე სირიის სანაპირო რაიონებში და ასევე ნებისმიერ ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. სამოქალაქო პირები დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი გარემოების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის თანახმად. ამას ვკითხულობთ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში. არც ერთი კრიტიკული პასაჟი სირიის ხელისუფლების მიმართ. 1300 ადამიანი სასტიკად მოკლული, დამცირებული. ეს ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდილი და ინტერნეტში ატვირთული და ევროკავშირის გლობალური deep state იმ ხალხის გაკიცხვას ვერ ბედავს, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. ევროკრატების ფლიდობაზე კიდევ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამ სასტიკი მკვლელობების შემდეგ სირიის დროებითმა მმართველმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა 17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ დონორების კონფერენციაზე მიიღო მოწვევა სახელწოდებით სირიასთან ერთად. ამ ქმედებებით ევროკავშირმა არა მხოლოდ ალავიტების მასიურ ხოცვაზე დააფიქსირა ჩუმი თანხმობა, არამედ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებები მათთვის ლამაზად შეფუთული სიტყვებია და ისინი რეალურად საერთოდ არ ზრუნავენ უმცირესობების უფლებებზე, როდესაც ეს ყველაფერი ბრიუსელიდან შორს ხდება. რამდენიმე თვის წინ სირიის ახალ პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას, იგივე აბუ მოჰამედ ალ-ჯულანს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ოფიციალურად. ჟან ნოელ ბარო და ანაბელა ბერბოკი დამასკოში ჩავიდნენ სირიის ახალ ლიდერთან აუდიენციისთვის. გერმანელებს დიპლომატიური ფიასკო შეემთხვათ. ალ-ჯულანმა ანაბელა ბერბოკს ხელიც კი არ ჩამოართვა, ხოლო შეხვედრის შემდეგ სირიულ პრესაში განთავსებულ მასალებში ის უბრალოდ დაბლარეს, არ გამოაჩინეს. ანუ მათ მიერ აღიარებული და მხარდაჭერილი ბოევიკი, რომელსაც უამრავ დანაშაულში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხელს არ ართმევს, რადგანაც ის ქალია. ანაბელა ბერბოკის დიპლომატიურ შესაძლებლობებში უკვე ბევრ კრიტიკოს დიდი ხანია ეპარება ეჭვი და როგორც გამოჩნდა, არც თუ ისე უსაფუძვლოდ. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, სირიის ახალი ხელისუფლებისგან, რომელიც მეტწილად ექსტრემისტებისგანაა დაკომპლექტებული და შარიათით ხელმძღვანელობენ, ინკლუზიურობას და ქალების ჩართულობას მოელის ქვეყნის მართვაში და მათი უფლებების დაცვას. მას ხელს არ ართმევენ და სურათზე ბლარავენ, იმიტომ რომ ქალია და ის მათგან ქალების უფლებების დაცვას მოელის. A better future for Syria means an inclusive სირიისთვის უკეთესი მომავალი ნიშნავს ხელისუფლების ინკლუზიურ მშვიდობიან გადაცემას, შერიგებას და რეკონსტრუქციას. ამას ესაჭიროება პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მოიცავს ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს, ასევე მამაკაცებსაც და თანასწორად ქალებსაც. ყველა უნდა ჩაერთოს კონსტიტუციურ პროცესში და სირიის მომავალ მთავრობაში. დღევანდელ საუბრებში მკაფიოდ განვაცხადეთ, ევროპა მხარს დაუჭერს, მაგრამ ევროპა არ იქნება ისლამისტური სტრუქტურების დამფინანსებელი. ჩვენ წავახალისეთ თანამოსაუბრენი, რომ ინკლუზიურობაზე გაითვალისწინონ გაეროს გამოცდილება და მხარდაჭერა. ბერბოკი რომ ერთი რიგითი ევროპელი ბიუროკრატი იყოს, ეს დიდად არავის არ გაუკვირდებოდა. იმიტომ რომ ბრიუსელში ბევრი მისი მსგავსი პოლიტიკოსია, ვისაც არც გონება უჭრის დიდად და არც კონტექსტის რეალური აღქმა შეუძლია. მაგრამ ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია უკვე რამდენიმე წელია. რისი იმედი უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც ჯიჰადისტებისგან ქალების და უმცირესობების უფლებების დაცვას მოელის. ბერბოკი ევროპული დაცემის სიმპტომია. ის ევროკრატიის კრიზისის გამოხატულებაა. შეიძლება რასაც ბევრი ნაკლი ჰქონდა, დანაშაულებშიც ედებოდა ბრალი, მაგრამ ერთი რამ რაც უდავოა ისაა, რომ ის სეკულარისტი იყო. არ იყო რელიგიური ფუნდამენტალისტი სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით. მის დროს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები სირიაში მეტწილად დაცულად გრძნობდნენ თავს. თუმცა კოლექტიურ დასავლეთს და გლობალურ deep states ისე გაშმაგებით სურდა ასადის მოშორება, იმის გამო რომ მას რუსეთის პრეზიდენტი მფარველობდა, რომ ღია ტერორისტებთანაც კი არ მოერიდათ თანამშრომლობა.
den Horror manchmal. უბრალოდ შეუძლებელია იმ საშინელებათა წარმოდგენა, რაც ზოგიერთ ადგილას მოხდა. აქაურმა ხალხმა სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს ჯოჯოხეთი გამოიარა. ისინი დახოცეს ისეთი საშუალებებით, რაც წარმოუდგენელია ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღეს ჩემი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის სახელით აქ ყოფნა. სურს მადლობა გადავუხადო ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა თეთრი ჩაფხუტები, რომლებიც წლების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ნორმალიზაცია გამორიცხული იყო ასადის რეჟიმის პირობებში, რომელიც ეფუძნებოდა ბარბაროსობასა და წამებას. ამ სიტყვების შემდეგ ორ თვეში სირიაში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ სირიელებს ქვეყანაში მშვიდობის დამყარების იმედი კვლავ დიდი ხნით გადაეწურათ. ბერბოკი, ისევე როგორც დასავლური ლიბერალური იმპერია, ასადთან ბრძოლამ იმდენად მიკერძოებული გახადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსტრემისტი, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი, იგივე აჰმედ ალ-შარა, სირიის დროებითი მთავრობის ლიდერად აღიარა და მასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემისტებით დაკომპლექტებულ დროებით ხელისუფლებას ოფიციალურად ეახლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას აკრიტიკებს, რუსთაველზე გამოსულ აგრესიულ მომიტინგებს წყლის ჭავლით რატომ უპირისპირდებაო. სირიელი ბოევიკების მიერ ბავშვების და ქალების სასტიკ მკვლელობაზე ხმას არ იღებს და საქართველოს მთავრობას ამუნათებს აგრესიულ დემონსტრანტებს წყლით რატომ ასველებსო. ხანდაზმული ქალები, რომლებიც ითმენენ ყინვას და არ უშინდებიან ძალოვნების ხელკეტებს, წყლის ჭავლის წინ მდგარი დასველებული ახალგაზრდები, რომლებსაც თან არაფერი აქვთ, ევროპული დროშების გარდა, სასტიკად ნაცემი და დაკავებული ოპოზიციის ლიდერები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი ყველაზე პატარა სოფლებსა და უმსხვილეს ქალაქებში გაბედულად მართავს დემონსტრაციას ევროპული მომავლისთვის. ამას იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, სადაც პროპალესტინური დემონსტრაციები საერთოდ აგრძალეს. ამას იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ვინც ექსტრემისტებით დაკომპლექტებულ სირიის დროებით ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და 2012 წლის შემდეგ დახურული დიპლომატიური წარმომადგენლობა კვლავ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახლად არჩეული საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი მისი კანდიდატურის განხილვისას აცხადებდა, რომ სირია დღეს ექსტრემისტების ხელშია, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ქუჩებში ცეკვავდნენ. ტულსი გაბარდი რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად პროგნოზირებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სირიაში შეიქმნა. ასადის დასამხობად წარმოებული ომი კონტრპროდუქტიულია, რადგან ის ფაქტობრივად ისლამურ სახელმწიფოს და სხვა ისლამისტ ექსტრემისტებს მათი მიზნის მიღწევაში ეხმარება, რაც ასადის სირიის მთავრობის დამხობასა და მთელს სირიაზე კონტროლის მოპოვებას გულისხმობს. ეს ყველაფერი მხოლოდ გაამწვავებს ადამიანურ ტანჯვას რეგიონში, გაუარესებს ლტოლვილთა კრიზისს და მსოფლიოსთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შექმნის. თუმცა ევროკრატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები და დემოკრატიული სტანდარტები მხოლოდ ბუტაფორიაა და კონკრეტულ ქვეყნებზე ზეწოლის მექანიზმია. ხოლო როცა მათ სტრატეგიულ ინტერესებს სჭირდება, მათ ისეთ შემზარავ სისასტიკეზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა, როგორიც სირიის ბოლო მოვლენებია. ის, რაც სირიასთან მიმართებით ხდება, არის ევროკავშირის პოლიტიკის შედეგი. ბრიუსელმა თავის დროზე Deep State-ის სასარგებლოდ დათმო სუვერენიტეტი, თავისიც და წევრი ქვეყნების სუვერენიტეტიც. ამიტომაც ახლა აკეთებენ იმას, რაც იქნება დავალება. დავალება კი მარტივია. ასადი არ იყო შტატებისა და ევროკავშირის მიერ მართვადი. ამიტომ იყო დიქტატორი და მოსაშორებელი. ალ-შარაა კი შეიძლება რუზველტის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს ექსტრემისტია, მაგრამ არ აუშავს. ევროკავშირის მხარდაჭერილი ექსტრემისტია და ეპატიება. ამ ქმედებებით ევროკავშირი სულ უფრო კარგავს მიმზიდველობასაც და ინტერესსაც. სამაგიეროდ ჩანს ის ჩანაფიქრი და გეგმა, რომელიც ევროკავშირისთვის 2006 წელს შემუშავდა, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკამ 1,5 ტრილიონ ევროთი აჯობა ამერიკის ეკონომიკას და ევროკავშირის კონკურენციის გზიდან ჩამოშორების სქემა შედგა. ამ სქემის მიზანი ევროკავშირისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მარიონეტად ქცევა იყო. დღეს ისე მოხდა, რომ იქ, სადაც შტატები იბრძოდა დიდი ინტერესით, საუბარია სირიაზე, ახლა ევროკავშირს უწევს სიცარიელის შევსება. ამ მცდელობაში კი ყველა ევროპული ღირებულება ფეხქვეშ ითელება. შემდეგ კი სხვებისთვის მოწოდებები დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებზე უბრალოდ კომიკურია და სხვა არაფერი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე.
უყურეთ ევროკრატიას.